მოგესალმებით, ძვირფას მოსვენებლებო და მეგობრებო. დღეს ახლა მე თქვენ შემოგთავაზებთ კორი გუდის ინტერვიუს, რომელიც მან მისცა არხს კანალ Раскрытие. ხო, ეს დიდი ხნის შემდეგ შეიძლება პირველი არა, მაგრამ მე ჩემთვის პირველი ინტერვიუა, რომელიც მე მოვისმინე დიდი ხნის შეცნების შემდეგ. კორი გუდმა იმდენი რამე გადაიტანა, რომ ცოტა ხნით გაქრა ინტერნეტიდან. ხო, ეს ახალი ვიდეოა, 13 საათის დადებული, 13 საათის უკან დადებული. რუსულენზე გადათარგმნილი ვიდეო და იქ 25 ივნისს მას დავიწყოთ. კორი გუდი ამბობს, რომ მესკვირა იყო ძალიან ძიმე. მე ვიცი, რომ ამ სიტუაციამ შეეხო ყველა ადამიანს თავის დონეზე. შეგახსენეთ, რომ დევიდ უოკი იყო მოკლული. მარტო დევიდ უოკი კი არა, ბევრი ინსაიდერი იყო მოკლული. არის ასეთი სპეციალური იარაღი, რომლითაც მოქმედებენ თავის ტვინზე და ადამიანს აიძულებენ თავი მოიკლას. აი ამდაგვარად ბევრი ინსაიდერი იყო მოკლული, თვითკვლობა ჩაიდინეს. დევიდ უიკოკი არაპირებდა თავის მოკვლას, ის იყო ძალიან ცხოვრების მოყვარული ადამიანი. ის აპირებდა იური ლირსავს, ნათქვამი, თავის ვიდეოში მე ის ვიდეო არ გადამითარგმნია ჯერ, რომ ჯერ კი არ ვიცი გადათარგმნი თუ არა, რომ დევიდ უიკოკი აპირებდა ქიმიოტრასებზე საუბარს, ანუ რაღაც ახალი ამბის გასაჯაროებას აპირებდა და ფიქრობენ, რომ აი ეს არის მიზეზი იმისა, რომ მოიშორეს ეს კაცი. და დევიდ უიკოკი და კორი გუდი მეგობრობდნენ. მათ აკავშირებთ ძალიან დიდი ხნის მრავალწლიანი ურთიერთობა. თითქმის 12 წელი. და კორი გუდი ამბობს, რომ დევიდ უიკოკთან ერთად ბოლო წლები, რამდენიმე წელი ჩვენ გავიარეთო ჯოჯოხეთი. ჩვენი ორივეცი ცხოვრება იყო დანგრეული. ჩვენ ვატარებდით ძალიან კაც სულიერ ომს, ან ძალიან ძიმე ბრძოლა იყო. ხალხი, რომლებიც ჩვენ დავხსნებდნენ ინტერნეტში, დავხსნეხა პირდაპირ ინტერნეტში საკურველი არავინ გაიკიდება, მაგრამ ზედაწოლას აწარმოებდნენ ინტერნეტის მეშვეობით დევიდ უიკოკის და კორი გუდის. და ტრაბახობდნენ იმითო, რომ ჩვენ წინააღმდეგ იყენებდნენ შავ მაგიას. ისინი მოდიოდნენ, ჩემი ესოდან იღებდნენ მიწას და ამ მიწას დებდნენ მინის ქილაში და იყენებდნენ თავიანთ რიტუალებისთვის. ჩვენი სახლი იყო ჩასახლებული ძლიერი დემონური და ბნელი არსებებით, რომლებსაც უნდათ, რომ თქვენ მიგიყენებინათ ზიადი თქვენ საკუთარ თავზე და სხვებზე, ვინც ამ ტერიტორიაზე გამოჩნდებოდა. საბედნიეროდ ჩვენი ოჯახი იყო გაერთიანებული და ჩვენ ერთმანეთს უჭერდით ხარს. მე ვიცოდი, რომ დევიდიც იმამეს განიცდიდაო, მაგრამ ის იყო მთებში, გამარტოებული, ქოხში. და ბოლო თვეების განმავლობაში ის სულ სამყაროსგან დევიდ უიკოკს ბოლო თვეების განმავლობაში სულ უნდა განმარტოვება, ანუ თავს არიდებდა სამყაროს, სოფლიოს, ადგილებს, თავის ქალაქს, ხალხს, შეიძლება ითქვას, ხალხს, ხო, ახალ უბრალოდ თარგმანია. თავს არიდებდაო ხალხთან ურთიერთობას და ცდილობდაო განმარტოვებული ყოფილიყო იქ მის ქოხში, მთებში. მე დაბრუნდიო ჩემ ეკლესიაში. მე შევეჯახიო ამ ფენომენს, არა ადამიანურ გონებას. მე თქვენ გიყვებოდით ერთ-ერთ ვიდეოში კორი გუდს, რომ მის სახლში დასახლდა ვერი არიციან თვითონ ბდელ ძალაში ჩათვალონ ეს თუ ნათელ ძალაში.
რა დასალთა რაღაც არსება, რომელიც მათ პირდაპირ გაგებით ატერორებდა, როგორ არა. უბრალოდ ესაუბრებოდა, ელაპარაკებოდა ამათ მისი ხმა ესმოდა ყველა ოჯახის წევრებს და ნუ ეხლა ადამიანი ხომ იცით ზოგი პანიკაში ჩავარდება, ზოგს შიშები დაიბრობს და საკურელია მისმა ოჯახმა ეს განიცადა ტკბინეულად. ადრე მთელი ინფორმაცია მოგდიოდა ეთერიკულ ენაზე, რადგან მეოდა ჩემი ოჯახი ახლა დავდივართო ეკლესიაში, ის არსება, რომელიც ჩასახლებულია ჩემს სახლში, იყენებსო ბიბლიურ ტერმინოლოგიას და ბიბლიურ გამოთქმებს, რომელიც ახლოსა ჩემ ქრისტიანულ წენასთან. ბევრი გაუგნებულია იმ მდგომარეობით, რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში და ჩემ ოჯახში. და თქვენ მით უმეტეს გაუგნებული იქნებით ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ რასაც არ უნდა წარმოადგენდეს ეს ფენომენი და ის თუ როგორ წარმოაჩენს ეს ფენომენი თავს, იცვლება. უცნაურია თითქოს ის თქვენ გექცევათ როგორც გამოძიების აგენტი, უბრალოდ როგორც საჯაშუშო აგენტი და თქვენ უნდა მოусმინოთ მას და მის არჩეულ გზაზე უნდა წახვიდეთ, მაგრამ თქვენ თუ ამ გზას გადაუხვევთ და დაიწყებთ ეჭვის ქვეშ ყველაფრის აყენებას, თქვენთან მოვლიან ეს ბნელი ძალების არსებები, რომლებიც შეეცდებიან თქვენთვის არჩეულ გზაზე დაგაბრუნო. ამ პრეცედაციის მიზანი არის დამეხმაროთ მე, გავერკვეთ ჩვენ თავში და დავეხმაროთ სხვა ადამიანებს გაიგონ თუ როგორ ვითარდება ჩვენი ურთიერთობები და გაგება. იმის შემდეგ თუ რა ჯოჯოხეთი მე გავიარე, მე რა უნდა გავაკეთო. არ ვიცი როგორ მოვიქცე, გავაზიარო თუ არა ეს ინფორმაცია და როგორ გავაზიარო ეს ინფორმაცია ისე, რომ ჩემი ოჯახი არ ჩავაგდო საშიშროებაში, ქაოსში. და ეს ინფორმაცია ისე არის სიღრმისეულად ჩაფლული ამ ინფორმაციის აცრში, რომ უფრო რევს თქვენ ტვინს. 2020 წელს, შეიძლება 2019 წელს მოვხდა ჩემი მამინაცვარი, ამბობს კორი გუდი. მე გავემგზავრე დედასთან, რომ დავხარებოდი მას გადასვლაში. და დედა გამოყვა მე კოლორადოში. და აქ პირველად ამოტიტიდა ის, თუ რით ვიყავი მე დაკავებული მთელი ცხოვრება. რაც იყო დაკავშირებული ცისფერ ფრინველებთან, კოსმოსური ინფორმაციის გახსნასთან, გაიხსნა ეს მანქანაში, რომ ვიყავით მაშინ და დედაჩემმა პირველად შეეცადა ამ თემაზე გავსაუბრებოდა. ამ ბაბა ძალიან განერვულა ოჯახი. მე დედას ვუთხარი, რომ ეს არ არის სიახლე, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. ბავშვობიდანაც კი. მან კი მიპასუხა, არაო საჭირო მე რამე მომიყვია. დედა მითხრა, შენ ყოველთვის რაღაცას ხედავდიო. კორი გუდი ამბობს, რომ მე ვიყავიო შოკში, რადგან დედაჩემს არასდროს არ უთქვიაო ამის შესახებ, რომ ის ამჩნევდაო, რომ მე რაღაცას ყოველთვის ხედავდიო. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ დედაჩემმა იცოდა ერთი შემთხვევის შესახებ. კორი გუდი ამბობს, რომ მე მყავდაო უხილავი მეგობარი. მე გავიზარდეო ღმართ მორწმუნე ოჯახში. ჩემი ბაბუა იყო სამყაროს დასრულების ხადაგებელი. ეს ალბათ სექტა იყო ასეთი. მე პირველად მეცეს ასეთი სექტა თუ ორგანიზაცია სამყაროს დასრულების ხადაგებელი. რაღაც უცნაურია, ხო? ხო, ისაც მე არ ვიცოდიო, როდესაც მე პატარა ვიყავიო და ასეთ რაღაცებს ჩადიოდიო, ჩემი ოჯახი იკრიბებოდაო და
არჩევდაო ამ ამბავს და ლოცულობდნენ ჩემი მისამართით და ეს ლოცვები მეხმარებოდაო. და როდესაც მე შემისულდაო 11 წელი მოხდაო ერთი შემთხვევა, როდესაც მე გავიგიო თუ როგორ ხრჭინებდაო ჩემი კარადის კარები. მე ლოგინზე დავჯექიო, კარადის კარები გაიღო და კარადიდან გამოფრინდაო ჭრტილი და მოემართაო ჩემი მიმართულებით. მე მეგონაო რომ დავიყურებდიო. მე არ მეგონაო რომ რამე გამოვიდოდაო კარადიდან. ოთახში შემოვარდნენო დედაჩემი და მამინაცვალ და ეს არსება გაქრაო. ამან შიში ჩაგოთო ყველანი და ყველაფერი დამთავრდა. მკვდრები მეტი ჩემ ოთახში არ შემოდიოდნენ და არ ხდებოდა არაფერი უცნაური, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ქაოსი ჩვენ მორწმუნე ოჯახში. ჩემი ბაბუა იყო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. ის იყო ძალიან კარგი ადამიანი და როგორც გითხარითო, ის იყო სამყაროს დაცულებაზე მქადაგებელი. მოგვიანებით ჩვენ გადავედით ბებია და ბაბუასთან. 10 წლამდე მე მესმოდა გამოცხადების წიგნის უბრალოდ მე მიკითხავდნენო გამოცხადების წიგნს და დანილის გამოცხადებას. და მე ბევრი სვენიაო ქვეყნის დასასრულზე. ეს ერთი პერიოდი გახსოვთ, იღვას მოწვევის ქადაგებდნენ ამას. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ სამყაროს დასასრული უნდა დამდგარიყო 2012 წელს. არა, მართლა უნდა დამდგარიყო. კი, დამდგარიყო უნდა. ვანგა რასაც ქადაგებდა, რასაც იმ დროინდელი წინასამეტყველები ქადაგებდნენ, იგივე კეისი, ხო? მართლა უნდა ასრულებულიყო, მაგრამ შეიცვალა რაღაცა და უბრალოდ რაღაცა შეიცვალა და ეს ნეგატიური ხაზები ყველა გაუქმდა. სხვათა შორის 2021 წელსაც უნდა მოხდარიყო რაღაც, მაგრამ ეს ნეგატიური ხაზი გაუქმეს. ჩვენ მივდივართ პოზიტიური ხაზით. ამიტომ ყველა კატასტროფებს ჩვენ უფრო რბილად ვახავთ. ანუ დედამიწა უფრო დარბილებულ ფორმაში მონაწილეობს ამ კატასტროფებში. იმიტომ რომ კესის ანახეს პერდელებმა 2012 წლის დედამიწა, რომელიც დანგრეული იყო კატასტროფისგან, მაგრამ სასიხარულოდ ეს დრო არ დამდგარა. არამედ ჩვენ შეგვეცადეთ დროის ხაზი პოზიტიურ დროის ხაზზე. ერთ-ერთ პოზიტიურ დროის ხაზზე და სხვათა შორის ზოგჯერ ამ ხაზსაც არ ემონტებენ, კორექტირებას უკეთებენ, რომელ ხაზეც ახლა ჩვენ ვართ. და როგორც მე მოგიღავით თქვენ სხვა წინა ვიდეოებში, შეიძლება ის რა დაუშვათ, მაგალითი მოყავს მე, შეიძლება ის რა დაუშვათ ერთ რაღაც პერიოდი თქვენ გეჩვენებოდა დაუშვათ წითელი ფერი, შეიძლება ამ შემდეგი ხაზის დამატების შემდეგ თქვენ ეს წითელი ფერი მოგეჩვენოთ მაგალითად თეთრფერად, ხო? აი მაგალითი მოყავს. და ამდაგარი სიტუაცია ბევრი იყო და იქნება. ჩემი ბაბუა მაკვირდებოდა და მეუბნებოდა, შესაძლებელიაო, ამის ნაწილი შენ გახდე ოდესღაც. ბაბუა ჩემზე ამბობდა, რომ მე ვიყავი მისტიკური ქრისტიანელი. მაპატიეთ, მისტიკური ქრისტიანი. რომ მე მაქს გამაჩნია უბრალოდ ნივთების ახსნის რაღაც თავისებურება. და ოდესღაც ეს მე გამოვადგებოდა ცხოვრებაში. საერთოდ ჩემ ოჯახის წევრებს ძალიან აღელვებდათ, როდესაც ჩემში აფჩნევდნენ ამ მისტიკურ ქრისტიანობას. და როდესაც გამოჩნდაო ეს ფენომენი ცისფერ ფრინველებთან ერთად, ის წარსდგა ჩემ წინაშე ეზოტერიკულ ფორმაში,
მაგრამ მაშინ მაინც იყო გამოცხადების თემა, რომელიც შეესაბამებოდაო ჩემ ვიბრაციებს. ჩემი ბაბუა იყო ეკლესია ნაზარიანის მსახური, ესე იგი ხო ბიბლიიდან ალბათ იცით თქვენ, საიდან იყო იესოს მამა იოსები ნაზარეთიდან, ხო? ხო და არის ყოფილა ასეთი ეკლესიური გინდა სექტა დაარქვით, გინდა ორგანიზაცია, გინდა ჯგუფი ნაზარეველი ქართულად რომ გადათავაზოთ. და ის ყოფილა ამ ნაზარეველის ორგანიზაციის მსახური. დამჯერ არ ვიცოდიო თუ რით უნდა დაკავებულიყავიო ცხოვრებაში და გადაწყვეტიო მის კვალს გავყოლოდიო და ჩავაბარეო სამხრეთ ნაზარეველთა ინსტიტუტში ოკლაჰომაში. აი იქ ოკლაჰომაში მე გავიცანიო სტეისი, ალბათ მისი მეუღლეა. და ჩემიო მისტიკური ქრისტიანობა უცებრე პრობლემად იქცაო. ჩვენთან იყო ასეთი საგანი სიწმინდის სწავლება და დეკანი კითხულობდაო ამ საგანს. და რასაც ის ამბობდაო, სტუდენტები იწერნენო. მე კი მათგან სხვავებით ხელს ვწერდიო და კითხვას უსვამდიო და ვიქცოდიო და ძალიან გამოწვევად. შედეგათო მე გამაგდესო სულიერი სემინარიიდან გაგდების შემდეგ მე წარმოდგენას კი არ მქონდაო რით დაკავდებოდიო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგო მე ვიპოვიო ჩემი გზა და დავკავდიო ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. და მე ამ სფეროში ვიმუშავეო 21 წელი. და მთელი ეს პერიოდი ცხოვრობდი ჩვეულებრივი ცხოვრებით. შემდეგ ერთ დღეს, როდესაც მე ვაყენებდი კომპიუტერულ სერვერს სამუშაოზე, მივიღეთ ტრავმა. ამის გამო ჩვენ აღმოჩნდით ფინანსური კრახის ზღვაზე, რის გამოც მომიწია გადასვლა დედასთან და მამინაცვალთან. შემდეგ მე გამიკეთეს ხარზე ოპერაცია. შემდეგ მე ვიპოვე სხვა სამუშაო. და ეს ახალი სამუშაო მართლაც კარგი იყო. და ჩვენ ვაპირებდით ჩემი დედის და მამინაცვალის სახლიდან გადასვლას. და მე ვეთამაშებოდი ჩემს შვილს. და მან თვალში მომახვედრა მისი ხელი. არ ვიცი, არ თქვა რა მოხდა თვალში. შეიძლება ხელი მოხდა ბავშვის თვალში. ხო, და დამიზიანაო ბადურა. საბოლოოდ მომიწიაო 3 ოპერაციის გადატანა თვალზე. მე გამახსენდა ყველაფერი, რაც იყო 20 წლამდე, ჩემი ლაბორატორიული კვლევები. ეს ყველაფერი ამოტიტიდაო ჩემ მეხსიერებაში და მე ჩავარდიო დეპრესიაში, შოკში. ასენა ჩემმა მდგომარეობამ გავლენა იქონია ჩვენ ქორწინებაზე. მე დავიწყე ოჯახისაგან დაშორება რა. ნელ-ნელა თანდათანობით შორდებოდიო ოჯახს. მე ბავშვებს ვერ ვაქცევდიო ყურადღებას. მე არ ვიყავიო სტეისის ახლოს. მე უფრო ვიკეტებოდიო ჩემ თავში. მე მქონდაო მიმოწერა დევიდ უოკთან 2009 წელს, მაგრამ პირადად ჩვენ არასდროს გქონიაო შეხვედრა. მე მას ვუზიარებდიო ინსაიდურ ინფორმაციას. ხო, ჩემი ინფორმაციაო დევიდ უოკმა თავის გადაცემაშიც გამოიყენაო. მე მიხაროდაო რომ წყნარად ვაზიარებდიო ჩემ ინფორმაციას, მაგრამ მე შეცდომა დაუშვო, როდესაც ჩემი ინფორმაცია გავასაჯაროვეო ხო, კერი კესედი. მან გაუზიარა ინფორმაცია კერი კესედის, რომელმაც მოიწვია ის თავის გადაცემაში კოლიკუდი ვასევნებოდა, მაგრამ ის მაინც არ ეშვებოდა და მე ვინანეო. ხო, როდესაც კერი კესედმა
მიიღო ვარი ჩემგანო, მან მაინც გადაწყვიტა გადაიღო ვიდეო და ჩემი გვარი, ჩემი სახელი და გვარი ეხსენებიაო. მე გული მომივიდაო. მე არ ვიცოდიო რა დაემართებოდაო ჩემ ოჯახსა და დამემართებოდაო მე. მე ვიყავიო ხმარ დეპრესიაში, სადღაც მიახლოებით 4 თვე. და მთელი ეს პერიოდი დევით უკოკი მეუბნებოდაო მე, რომ ერთადერთი საშუალება დავიცვათ ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ეს გავასაჯარავო ინფორმაცია, რომელსაც მე ვფლობ. მე უბრალოდ მიდოდაო ინფორმაციის გაზიარება ანონიმურად, მაგრამ ამის უფლება, ამის საშუალება არ მომეცაო. დევით უკოკი 4 თვე მეხვეწებოდაო, ბევრს გოეგონაო, რომ მე იქე დავსებდიო დევით უიკოკს, მაგრამ პირიქითო. ბოლოს დევით უკოკმა მე დამიყოლია, რომ მომეყოლა კოსმოსზე. და ყველა თქვენგანმა, რომელმაც მოусმინეთ ან გაქვთ ნანახი ჩემი ვიდეოები, ხედავდით შიშს ჩემ თვალებში. მე ვერ უყურებდიო კამერას. მე რომ გამიხედა კამერისკენ და დევით ჩემთვის შეკითხვა დაესვა, მე გამოვიხედებოდიო და ჩემი ზერა კამერაში კი არ მოხდებოდა, არამედ მე შევხედავდიო კამერისევით ან კამერისქვევით. კამერაში ვერ შევხედებოდიო შიშისგან. რადგან კამერები გამოიყურებოდნენ როგორც შავი ხვრელები და მე გზნობდი თუ ეს შავი კამერები, რომელიც გავდა შავ ხვრელს, ჩემ სულს წოვდნენ. მე გზნობდი თავს არაკომფორტულად. და ჩვენ დავიწყეთ ინფორმაციის გაზიარება. და როგორც კი ინფორმაცია გახდა გასაჯაროვებული, დაიწყო შეტევები. 2017-დან დაიწყო კიბერ შეტევები. თავიდან ამ კიბერ შეტევებს კარგად ვუმკლავდებოდი. თავიდან ხალხი არ აქცევდა ამას ყველაფერს ყურადღებას, მაგრამ ბოლოს ამოვიდა წყალში ყველაფერი და გამოჩნდა ისეთი ხალხი, რომლებიც ამბობდნენ, რომ მონაწილეობდნენ კოსმოსურ პროგრამებში 20 წლით და უკან. და ეს ხალხი ყვებოდა თუ როგორ უკლავდებოდნენ რეპტილოიდებს და როგორ უკლავდებოდნენ ინსექტოიდებს. მაგ დროს კიდევ გაჩნდა ისტორიები სუპერ ჯარისკაცებზე. ამათ უყურებ და მიხვდები, რომ ეს ხალხი ბუსაც კი არ მიაყენებენ შეურაცხყოფას. ჩემი ისტორიები, რომელსაც მე ვაგროვებდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, გახადენ ლუციფერიანულ ისტორიებად. ამის გარდა მე გავასაჯაროვე ჯარის კონტაქტები და 2 საბუთი გადავეცი თავდაცვის სამინისტროს. პირველი იყო ჩერვატოჩინებზე. კიდევ ვიტყვი, ჩერვატოჩინა არ ითარგმნება ქართულად, პირდაპირ გადათარგმნით. ჩერვატოჩინა ეს არის წერტილები, რომელიც ჩამოგავს კარიბჭეებს, მაგრამ კარიბჭე არ არის. კარიბჭესავითა, მაგრამ სხვა დანიშნულება აქვს. ანუ ჩერვატოჩინა ეს არის ის წერტილი, ესე იგი ჩერვატოჩინა, როგორც მე გითხარით, პირდაპირ თარგმნით არ ითარგმნება, მაგრამ ეს სიტყვა, ამ სიტყვის ზუსტ-თარგმანი დამოკიდებულია კონტექსტიდან. ანუ რას გამოხატათ, რისი თქმა, რისი გადმოცემა გინდათ ამ სიტყვით ჩერვატოჩინა. სამეცნიერო დასახელება ეს ჩერვატოჩინა არის სამეცნიერო დასახელება, მაგრამ ფიზიკაში და ფანტასტიკაში ეს არის დროის განზომილების ტუნელი. და ამ ჩერვატოჩინას
ეს ჩერვატოჩინა სიტყვა ტერმინი ჩერვატოჩინა შეიძლება გადათარგმნო ბუკვალურად როგორც ჭიის ხვრელი. დრა ჩერვია. ხო, ანუ კარიბჭეს არ გავს ეს, უფრო გავს ხვრელს. ხომ გესმით ჩემი? ხვრელს. და მეორე სუპერ ესე იგი სუპერ მოგზაურობაზე სინათლის სიჩქარით. აი ამ ორი თემის ვიდეოები მე გამოვაქვეყნე და ეს თემები გახდა ვირუსული და ამის შემდეგ ჩემზე მონაწილეობა დაიწყეს არა მხოლოდ კიბელ სტალკერებმა, არამედ სამხედროელებმაც. არის ასეთი ორგანიზაცია კაფა, რომელიც ებრძვის უცხო ქვეყნების აგენტებს. ამდაგვარ დაჯგუფებაში შედიოდა ლუ ელიზონდა და სხვა ადამიანებიც, რომლებიც ახლა ყვებიან ინფორმაციის გახსნაზე და ამბობენ სიმართლეს. საჯაშუშო პროგრამა, რომელიც დასდევდა ჩემნაირებს, დევიდ უოკოკსნაირებს და სხვებს და მათ შეუერთდნენ სამხედრო ჯაშუშები, რომლებიც უკეთებდნენ კოორდინაციას მათ მოქმედებებს. ერთხელ მე ვიყავი ჩემი ზოში და რაღაცას ვაკეთებდი. გზაზე ჩამიარა ვიღაც ახალგაზრდა კაცმა ბავშვით ხელში და თქვა და მითხრა, რომ ამ დღეებში მე აქ ვნახეო რაღაც უცნაური. და გამეცნო და მითხრა, რომ მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა და მან მითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ საღამოს მე მოვდიოდიო გზაზე და მაქნიდან გამოვიდაო ვიღაც, შევიდა თქვენ ეზოშიო ბანკით ხელში და ბარით და დაიწყო თქვენი მიწის თხრა, შემდეგ კი მიწა ჩადვა ქილაში, შემდეგ ჩაშდა მანქანაში და წავიდა. ხო, მე არაფერი უცნაური არ შემიჩნევი ამაში. მაგრამ მოგვიანებით ჩემ სახლში მოვიდა ორი ექსტრასენსი, რომლიდან ერთი ექსტრასენსი ესწრება ახლა დღეს აქ. იმ საღამოს მე მქონდა გრანდიოზული შეხვედრა გარდაცვლილ ოჯახის წევრებთან და იმ დღიდან, როდესაც მე დავიწყე ამ სამუშაოთი დაკავება, ანუ ჩემი საქმიანობის დაწყებიდან ჩემ ოჯახში ძალიან ბევრი სიკვდილიანობა დაიწყო და ეს ჩამოგავდა წყევლას. ეს იყო საშინელება და ეს ჩემი შეხვედრა გადაცვლილ სულებთან, ჩემი ოჯახის წევრების სულებთან გრძელდებოდა 3 საათი. და შემდეგ ერთ-ერთმა ექსტრასენსებიდან მითხრა, ჩვენო ხედავთო, რომ თქვენზე ზემოქმედებას ახდენენო რიტუალი ვუდუ თუ გაგიგონიათ, ვუდუ რიტუალით და შავი მაგიით. ვიღაც მოვიდა თქვენ ეზოში, შეაგროვა ქილის სავსე მიწა და იყენებს მას რიტუალებში. მე გამოგდი, გაუგნებული დავჭი, რადგან ეს ამბავი მე გავიგე რამდენიმე თვით ადრე, სანამ ექსტრასენსები მოვიდოდნენ. მეზობელმა დამიდასტურა, რომ ვიღაცა მიწა წაიღო ჩემი ეზოდან. და იმ მომენტიდან მე დავიწყე გაგება თუ რამდენად ფართოდ გამოიყენებოდა შავი მაგია ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ. ჩვენ, მე, ჩემი მეუღლე და დევიდი დაბერება დავიწყეთ. ჩვენი ჯანმრთელობა შეირყა. მე დღემდე მაქვს კონტაქტი ანშარებთან, ცისფერ ფრინველებთან. ეს არის რასა, ეს ანშარები, ეს ცისფერი ფრინველები, რომლებიც მოფრინდნენ პლანეტიდან, რომელიც არც ისე შორსა დედამიწისაგან. მე მათთან მქონდა ბევრი კონტაქტი. მოგვიანებით მე გავიგე სამხედროელებისაგან, რომ ზეგავლენა სატანისტებისაგან და ლუციფერიანებისაგან უფრო ხდება ძლიერი. ძლიერ მოქმედებენ საერთოდ ადამიანებზე, მათი შავი მაგია. სატანისტების და ლუციფერიანელების წარმომადგენლები
ინერგავენ თავს ეზოთერიკულ საზოგადოებებში, ისინი იმალებიან სიყვარული და სინათლის უკან და ცდილობენ ხალხი დააჯერონ იმას, რაც ექვემდებარება მათ ნარატივებს და მათ ეს კარგად გამოსდით. ერთხელ შუაღამეს მე გამომეხვეწა და დავჭირდი ლოგინზე. ჩემ წინ იდგა 3 არსება, მორდიკების მაგვარი არსება, რომლებიც გავდნენ ანგელოზებს, თითქმის ანიმაციური თვალებით. მე მავსედა სიყვარულის შეგრძნება. ერთმა მათგანმა ბიბლიური ენით მითხრა, კორი, რატო გვდევნით ჩვენ? ამ მომენტში მოხდა მატრიცაში რაღაც შეფერხება და ეს 3 ნორდიკისებული ვითომ რასა, რომლებიც გავდნენ ანგელოზებს, გადაიქცნენ უცებ 3 რუხებად, რომლებიც ხაერში ეკიდნენ. იმათმა ერთმანეთს გადახედეს და შემდეგ ჭერში გაქრენ. და მაგის შემდეგ მე მივხვდი, რომ ეს არსებები, ეს რუხები ამათ შეუძლიათო ნებისმიერი გარეგნობა მიიღონო და ამ რუხებს კეთილები არიან ესენი თუ ბოროტები, შეუძლიათ თქვენში ემოციები გამოიწვიონ, მათ შეუძლიათ თქვენ გარშემო ყოფი გარემო გააკონტროლონ და გააკონტროლონ თქვენი აღთქმა. ჩვენ სახლში ყვრიდით მარილს, ჩვენ გაკმევას ვაწარმოებდითო, ჩავატარეთ რაღაც რიტუალები, მაგრამ არსება, რომელიც დასახლდა ჩვენ სახლში და რომელიც გაგდება ჩვენ მოვახერხებთ, ისე ბრუნდებოდა. ერთ დღესო მე ვიჯექშივ ჭამდიო კვერს და ძევხსო და უცებ ფანფალების ხმა გავიგეო. და დაბამ ხმა წარმოთქვაო მელქისედეკის ორდენი. ხო, ალბათ ყველას იცნობთ ამ პიროვნებას სახელით მელქისედეკი, ხო და პიროვნებამ წარმოთქვაო მელქისედეკის ორდენი. გარშემო იჯდაო ბევრი ხალხი. მე მომესმაო ეს ხმა. ეს გრძელდებოდაო რამდენიმე დღის შემდეგ მე ერთ გავლენიან პირს დაველაპარაკეო, რომელიც იყო მასონი, ტრამპლიერი, მილიარდერი, რომელიც დაკავშირებული იყო ევროპასთან. მე იმ კაცმა მითხრაო, რომ მინდაო დავესწრო შენ კომპანიას, ახლა ამის დრო არისო, ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ რაღაცაზე, აგრეთვე მასონობაზე. მე მითხრესო, რომ ვარსკვლავები ქმნიანო თავიანთ სტრუქტურას და რომლის მიხედვით მუშაოსო კანონი მთელ სამყაროში. მოგვიანებით მე შემატყობინეს, რომ რეალობა არის გონიერი და ინტერაქტიული და არ არის უბრალოდ მექანიკური. არსებობს 4 ფუნდამენტალური ურთიერთკავშირი, ურთიერთმოქმედება, გრავიტაცია, ელექტრომაგნეტიზმი, სუსტი და ძლიერი ატომური ურთიერთკავშირი, უпроსორად ურთიერთმოქმედება. შემდეგ კი მე შემატყობინეს, რომ არსებობს მეხუთე ძალა და ეს მეხუთე ძალა შექმნელის შეგნებული მიზანდასახულობა. ეს არის გაცნობიერებული ალგორითმი, რომელიც მართავს დანარჩენი ძალებით. ყველა ეს ძალები, რაც კი არსებობს, ბუნებრივი ძალები, კოსმოსური ძალები, ამ მეხუთე ძალის გარეშე შვებდნენ ქაოსს. და რეალურად, როდესაც ზემოქმედებას აკეთებ ამ მეხუთე ძალაზე, შენ ქმნი დროს, შენ ქმნი საერთოდ, ქმნი რაღაცას. მე ამ მეხუთე ძალის შესახებ მივიღეთ ძალიან ბევრი ინფორმაცია, მაგრამ გამართ-ხილისო, რომ ძალიან არ მისაუბრა ამის შესახებ, რადგან თქვენთანო არიანო ისეთები, რომლებიც შეეცდებიანო ამ ინფორმაციის გამოყენებას, საცნობლის გამოყენებას თავიანთი საქმეების ჩასატყობად. ეს კი საჩიშიაო.
იცითო მიკროსკოპიული სიცოცხლე როდესაც იქნებოდაო, იქნებოდაო მათი კოლონიები და ეს კოლონიები ქმნიდნენ ენერგო მაგნიტურ ველს, ენერგეტიკულ სტიმულს და გარშემო, პლანეტის გარშემო იქნებოდა პატარა გროვები ელექტრომაგნიტური ბუშტებისა, სადაც იზრდებოდა ეს მიკროორგანიზმები თანდათანობით, რა დროსაც ისინი იზრდებოდნენ და თანდათანობით ფარავდნენ პლანეტის დიდ ნაწილს. აგრეთვე პლანეტის სიღრმეშიც ჩადიოდნენ. ეს პატარ-პატარა ველები ერთიანდებოდა ერთიან ველში, ერთ ენერგეტიკულ სასიცოცხლო ველში პლანეტის გარშემო და თანდათანობით ეს ველი იძენდა ინდივიდუალობას და გონებას, სიცოცხლესთან განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა ეს ველიც. და საბოლოოდ ამ ველმა დაიწყო ურთიერთობა დედამიწაზე მყოფ ორგანიზმებთან, დაეხმარებოდნენ მას განვითარებაში, რომ შემდგომ თვითონაც განვითარებულიყვნენ. გალაქტიკის მეორე ნაწილში იყო უძველესი ვარსკვლავი, გიგანტური ვარსკვლავი, რომელიც აფეთქდა და შექმნა გიგანტური სიცარიელე, გიგანტური ბნელი სიცარიელე, სადაც არ არსებობს ენერგია და ეს სიცარიელე ძალიან განსხვავდება თავისი გარემოცვისგან, იმისგან თუ რაც არის მის გარშემო და ჩვენმა ვარსკვლავმა, ანუ მზემ, ჩვენ მოგვიყვანა ამ სიცარიელეში იმისთვის, რომ ხანძრივ პერსპექტივაში იზოლირება გაუკეთოს საკუთარ თავს, იმისთვის, რომ გაუკლავდეს ვირუსს, იმისთვის, რომ მოერიოს ამ პარაზიტს, რომელიც შემოიპარა ჩვენ სისტემაში, ჩვენ ვახულდებითო ერთ-ერთი ციკლის დასრულება ბოლოსკენ, ჩვენ დაბრუნდებითო ჩვეულებრივ გალაქტიკურ სივრცეში და გამოვავთო ამ სიცარიელისაგან და ეს შეცვლისო ენერგეტიკას, სავარაუდოდ პარაზიტი ვერ იცოცხლებს დედამიწაზე. ეს პარაზიტი უნდა დაესუსტათ ხანძრივი პერიოდის განმავლობაში, სანამ დაბრუნდებოდით ნორმალურ ენერგეტიკულ სივრცეში. მე მაჩვენესო, რომ ამ პლანეტაზე არსებობსო სიცოცხლის სამეფოს მეხუთე სიცოცხლის სამეფო. თურმე დედამიწაზე ყოფილა კიდევ სიცოცხლის მეხუთე სამეფო. ეს სახეობა სიცოცხლისა არ არის არც ოკო, არც მცენარე, არამედ არის რაღაც ისეთი, რაც არსებობდა ამ პლანეტაზე დინოზავრების გაჩენამდე. ეს არის ერთ-ერთი პირველი სიცოცხლის ფორმა, რომელიც ჩავიდა მიწაში და გავრცელდა მთელ მსოფლიოში და შედგება სპორებისაგან, მაგრამ სოკო არ არის. და სპორების სოკოსაც აქვს, მაგრამ ეს სოკო არ არის. ამით მე აქ შევჩერდები, შემდეგ მინდის კითხვა პასუხები, მაგრამ საქმე მასშია, რომ ეს ვიდეო გადათარგმნა ხელოვნურმა ინტელექტმა და იმდენჯერ ცვლიან აქა ხმას, რობოტის ხმას, რომ ბევრჯერ ამერია თუ ვინ საუბრობს, კორიგოდი თუ ვინმე კიდევ ერევა საუბარში. ამიტომ მე რაც მნიშვნელოვანია ვთქვი, დანარჩენი ჩავთვალე, რომ დანარჩენს იქა კითხვა პასუხი მოდის, ჯერ კითხვები არ იყო, მაგრამ მე ვიღაცამ მაინც დაუსვა კითხვა კორიგოც, მაგრამ მე მაინც არ დავასრულებ. მადლობა ყურადღებისთვის.